ჩვენ უკვე ვესაუბრეთ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატთა ნაწილებს. ერთ-ერთი ბრალდებული, რომლის წერილსაც ავრცელებს სამთავრობო მედია, ეს არის გიორგი კირვალიძე, რომლის ადვოკატიც ბორის ჩელეყურუა განმარტავს, რომ არის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია, რადგან მსგავსი პოზიცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან მას არ მოусმენია. ბორის ჩელეყურუა ადვოკატი განმარტავს, რომ განცხადება აღიარებით ჩვენებად შეიძლება ჩაითვალოს მაშინ, როდესაც ბრალდებული ამას გააკეთებს სასამართლოს წინაშე, თუმცა მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ბუნებრივია ეს განცხადება ვერ შეიძლება ჩაითვალოს აღიარებით ჩვენებად. მსგავს პოზიციას აჟღერებს კიდევ ერთი ბრალდებულის ავთანდილ თოფჩიშვილის ადვოკატი. ჩვენ მას უკვე ვესაუბრეთ და ის ამბობს, რომ ეს განცხადება თავად დაწერა, თუმცა დაწერა გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში და ეს ვერ შეიძლება ჩაითვალოს აღიარებით ჩვენებად, რადგან ეს განცხადება და წერილი საქმეს თან არ ახლავს, როგორც მტკიცებულება ან ჩვენება თითქოს ბრალდებული აღიარებდეს დანაშაულს. ეს არის უბრალოდ როგორც ადვოკატი განმარტავს ბრალდებულის მხრიდან მზაობა, რომ ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან. ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა მორიგი ტყუილი, სადაც ამტკიცებენ, რომ მათ მოიპოვეს გიორგი კირვალიძის აღიარებითი ჩვენება, რაც აბსურდია გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი კირვალიძის ჩვენება სასამართლოსთვის საერთოდ არ მიუცია. რაც შეეხება მის პოზიციას, მან არაერთხელ დააფიქსირა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, რომ ბრალს არ აღიარებს და ჟურნალისტებმა სხვადასხვა მათი მოპოვებული განცხადებებიდან რომ არ გაარკვიონ ბრალდებულის პოზიციას, საჯაროა სხდომა შეუძლიათ მოვიდნენ და ამგვარი ტყუილები აღარ გაავრცელონ და მოისმინონ ბრალდებულის პოზიცია კონკრეტულად სხდომაზე. განცხადებით ჩვენ მიმართეთ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრის-ნოემბრის თვეში. და ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მას ძიმე ოჯახური მდგომარეობა აქვს ბატონ ავთოს, მეუღლე მისი ონკოლოგიურ დაავადებულია და მესამე სტადიის სიმსივნე აქვს და მისთვის ახლა ჯერ მისთვისა მისაღები რომ საპატიმრო დაწესებულებაში ხარ და მეორეც რომ მცირეწლოვანი შვილი ყავს და თან ფინანსური და მატერიალური და ზოგადად მორალური ხარდაჭერით ეს პიროვნება იყო ოჯახის და შესაბამისად მისთვის უფრო მიზანშეწონილი იყო, რაც შეიძლება მალე დამთავრებული იყო ეს პროცესები. პირობები არ შემოუთავაზებიათ არანაირი საფრთხის დახმარებას გაფორმებასთან დაკავშირებით. ეს წერილი, რაც თქვენ მოისმინეთ, საჯაროდ გამოქვეყნებული, დაწერილია ოქტომბერ-ნოემბერში. დიახ, დაწერილი არის ოქტომბერ-ნოემბერში გასული წლის. მალევე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის რაღაც დანაშაულს აღიარებს. ეს უბრალოდ განცხადება არის და თანამშრომლობის ფორმა არის, მეტი სხვა არაფერი. ამ ეტაპზე ის დუმილსხლებას იყენებს. ფორმატ ჩემთვის მაგალითად მიუღებელია, მე განცხადება იმისთვის არ დაგვიწერია, რომ ტელევიზიის გადაეცა და ესე გამოექვეყნებინათ. ალბათ ეს უფრო იმიტომ, რომ ალბათ საზოგადოებაზე მოვალთინონ გავლენა, რომ აი ნახეთ დანაშაულის ჩამდენებიერიან და აღიარებენ, თუმცა ეს აღიარებითი არ არის. როგორც ასეთი სისხლის სამართლის საქმეში წარმოუდგენელი არ არის და არც აღიარების ჩვენებათ არ ჩაითვლება ეს, ესე რომ ვთქვა. უბრალოდ განცხადებაა და მიმართვის ფორმა ამიტი სხვა არაფერი. ამის პარალელურად პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც უწყება განმარტავს, რომ ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც ამის თხოვნით მიმართავენ პროკურატურას და ამავდროულად აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. სავარაუდოდ პროკურატურა გამოეხმაურა ერთ-ერთი დაკავებულის კონსტანტინე კოკაიას გავრცელებულ წერილს, სადაც დაკავებული პირი აღნიშნავდა, რომ ბრალდების მხარე მას თავაზობდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.